სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუნ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე კონსტანტინოპოლში გაემგზავრა. Სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკლესიის მეთაური, კონსტანტინოპოლის პატრიარქი, ყოვლად უწმინდესი ბართლომეოს პირველის ინტრონიზაციის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. კათოლიკოს პატრიარქთან ერთად სტამბოლს წმინდა სინოდის წევრები და სხვა ოფიციალური პირები ეწვევიან. საქართველოს ეკლესიის მეთაური მონაწილეობას მიიღებს კონსტანტინოპოლის პატრიარქის აღსაყდრებისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვა-ლოცვაში, რომელიც ხვალ კონსტანტინოპოლში აღევლინება. საღვთო ლიტურგიას კათოლიკოს პატრიარქის გარდა სერბეთის ეკლესიის მეთაური და სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების მღვდელმთავრები დაესწრებიან. მივდივართ მეგობრული ვიზიტით კონსტანტინოპოლში, მის ყოვლად უწმინდესობას ბართლომეოს პირველს უსრულდება 20 წლის თავი პატრიარქობის და მინდა საქართველოს სახელით მივიღოს. კონსტანტინოპოლში ვიზიტის დროს კათოლიკოს პატრიარქი მეორე მნიშვნელოვან საკითხსაც შეეხება. საქართველოს ეკლესიის მეთაური კონსტანტინოპოლის პატრიარქთან და თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან 26 სექტემბერს თურქული მხარისთვის გაგზავნილი წერილის შესახებ ისაუბრებს. კათოლიკოს პატრიარქის გზავნილი თურქეთში არსებული ქართული ეკლესიებისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭებასა და საქართველოსთვის გადმოცემას შეეხება. დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის ანექსიის შემდეგ ქართველებს არ ჰქონდათ საშუალება თავის სუვერენული უფლებებისა და ეროვნული ინტერესების დაცვისა. ამ პერიოდში სასტიკად იდევნებოდა საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია. დაპატიმრებული იყო მისი მმართველი, კათოლიკოს პატრიარქი და ეპისკოპოსები. ამიტომაცაა, რომ 1930 წელს, როდესაც საერთაშორისო შეთანხმებითა და თურქეთის სახელმწიფოს კანონმდებლობით განისაზღვრა რამდენიმე დენომინაციის სტატუსი, მათ შორის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ვერ მოხვდა. ეკლესიაში რეპრესიები საბჭოთა კავშირის რეჟიმის შემდგომ პერიოდშიც გრძელდებოდა. იგი მოკლებული იყო საშუალებას დაეცვა საკუთარი ინტერესები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მით უმეტეს მის ფარგლებს გარეთ. არადა საყოველთაოდ ცნობილია, რომ დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე არაერთი უძველესი ეკლესია მონასტერია, რომელიც საქართველოს ეკლესიის კანონიკურ იურისდიქციაში იყო ყოველთვის. ამჟამად კი ტიტულოვანი ეპისკოპოსების დაქვემდებარებაში შედის. ეს ეკლესია მონასტრები არ შეიძლება იყოს არც კონსტანტინოპოლის საპატრიარქო, არც სომხური და არც რომელიმე სხვა ეკლესიისა, რადგან ყველა ნიშნით ეს არის ქართული კულტურის ძეგლები. გთხოვთ უახლოეს პერიოდში განიხილოთ ჩვენი ეკლესიის სამართლიანი თხოვნა თურქეთის ტერიტორიაზე იურიდიული სტატუსისა და ეკლესია მონასტრების საკუთრების შესახებ. თქვენი განცხადებები და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით გვაძლევს იმედს, რომ ჩვენი საკითხი დადებითად გადაწყდება. კათოლიკოს პატრიარქი დაინტერესდება პასუხით იმ წერილთან დაკავშირებით, რომლითაც მან რამდენიმე დღის წინ მიმართა თურქეთის პრემიერ-მინისტრს მის აღმატებულებას ბატონ ერდოღანს. კათოლიკოს პატრიარქის სამართლიანი მოთხოვნა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამართლიანი მოთხოვნა იმაში მდგომარეობს, რომ ზოგიერთმა ეკლესიამ მიიღო თურქეთის ტერიტორიაზე იურიდიული პირის სტატუსი და ამავე დროს ზოგიერთი ეკლესიის შენობა-ნაგებობანი, რელიგიური ძეგლები გამოცხადდა ამ ეკლესიების საკუთრებაში. საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ თურქეთის ტერიტორიაზე არის უმნიშვნელოვანესი ქართული ძეგლები, ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლები და კათოლიკოს პატრიარქის თხოვნა უკავშირდება იმას, რომ შესაძლებელი გახდეს ამ ძეგლების საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებად გამოცხადება, ასევე საქართველოს საპატრიარქოსთვის იურიდიული სტატუსის მინიჭება თურქეთის ტერიტორიას. საქართველოს ეკლესიის მეთაური სამშობლოში შაბათს, 22 ოქტომბერს დაბრუნდება. უკვე 65 წელი დაბადებიდან და 34 წელი ღვთის სამსახურში საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში თიანეთის და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტი თადეოზის იუბილე აღინიშნა. მღვდელმთავარ მნიშვნელოვან თარიღს პოეტები და საზოგადო მოღვაწეები ულოცავდნენ. საღამოზე შედგა სიმღერის პრემიერაც. ანსამბლმა ინანამ მიტროპოლიტ თადეოზის ლექსზე შექმნილი სიმღერა შეასრულა. შეეხება ამ ჩემ პატარა იუბილეს, როგორც მე პატარა დიდი ვინმე არა ვარ, ისე იუბილეს კი პატარა. მე მეხათრებოდა და ახლობლებმა, მეგობრებმა ამ ახალგაზრდობის ცენტრის სახურებმა, აკრძალებულებმა მებრძანეს, რომ პატარა ენას მოგიწყობთო და
მადლობელი ვარ ღმერთის, მადლობელი ვარ ყველა კეთილი ადამიანის. მე გავიცანეს როგორც ძალიან დიდი ქართველი და ძალიან ნიჭიერი პოეტი. შემდეგ როგორც საეკლესიო მსახური. და მე ხლა ჩემთვის დღეს რომ მოდიოდი, ჩემთვის ფიქრობდი, რომ 65 წლისები გავხდით ორივე. ეს 65 წელი ეს ისეთი კაცია, რომელსაც იქაცაა გადასახელი, წარსულშიც აქვს სათქმე. დღევანდელ დღესაც და ხვალინდელ დღესაც აქვს სათქმე. ეს იშვიათი ხალხი, ასეთი ხალხი. მიტროპოლიტი თადეუძი ბერად 1977 წელს აღიკვეცა. კი პირველი სამღვდელო პირი იყო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღსაყდრების შემდეგ ეპისკოპოსად აკურთხა. მიტროპოლიტობა კი 1 წლის წინ ებოძა. მღვდელმთავარი 4 პოეტური კრებულის ავტორიცაა. აღსანიშნავია, რომ მეფე თადეუძი გარდა ღირსეული მღვდელმთავარის არის ძალიან კარგი პოეტიც. პირველად გამორჩეული ბუნების ადამიანი და აქედან გამომდინარე ჩვენ არ შეგვეძლო ეს განსაკუთრებული თარიღი 65 წლის იუბილე მისთვის არ მიგველოცა. ის მრავალი წელია ქართულ ეკლესიას ერთგვარად ემსახურებდა და ჩვენ გვგონდა რაღაც მადლიერება გამოგვიხატა ამ ფორმით მისთვის. ქართული ხელნაწერები იუნესკოს მსოფლიო დოკუმენტურ რეესტრში შევიდა. მე-15 საუკუნეების 500-მდე უნიკალური ძეგლი სპეციალური პროგრამის ფარგლებში შეირჩა. ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა კოლექცია გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციას ივლისში წარუდგინა. წელს იუნესკომ 7 ქვეყნის ხელნაწერი შეარჩია, მათ შორის ქართული კოლექცია ყველაზე ძველია. ნუსხაში შესულია ბიზანტიური ძეგლების უნიკალური თარგმანები, ზედდართული ქართული კომენტარებით და ასევე თარგმანები, რომელთა დედნები აღარ არსებობს. იუნესკოს პროგრამის მსოფლიო მეხსიერება ფონდში სხვადასხვა ქვეყნის ათეულობით უნიკალური ძეგლია შესული. წელს იუნესკომ გადადგა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი და 500-მდე ქართული ხელნაწერი იყო შეყვანილი მსოფლიო რეესტრში, რომელსაც იცავს იუნესკოს ორგანიზაცია. და ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველო არის მსოფლიო კულტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ევროპის ნაწილი და ჩვენმა ისტორიამ, ჩვენმა კულტურამ მსოფლიოს განვითარებაში შეიტანა უმნიშვნელოვანესი როლი. იუნესკო პერიოდულად აცხადებს განაცხადების მიღებას მსოფლიო დოკუმენტურ რეესტრში ნომინაციების წარდგენის თაობაზე. ეს აი ამ კოლექციის განხილვა მოხდა იუნესკოს მრჩეველთა საბჭოს მიერ, სადაც წარმოდგენილი არიან სხვა ქვეყნის ექსპერტები, ხოლო შემდეგ თავად იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა მიიღო გადაწყვეტილება ამ ნომინაციის სიაში შეტანის თაობაზე. ამჯერად გვაქვს საშუალება, რომ ეს ამ კოლექციის უნიკალურობა გავაგებინოთ მთელ მსოფლიოს. გარდა ამისა, მოვიპოვოთ დამატებითი გარანტიები ამ კოლექციის მოვლისათვის, ცნობადობის ხარისხის გაზრდისათვის, საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გავხადოთ უფრო იუნესკოს და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით. საისტორიო კრებული ამ სახელწოდების წიგნის პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. კრებულის პირველ ტომში ავტორები შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიას, წყაროთმცოდნეობას, სამხედრო საქმეს, ხელოვნებათმცოდნეობასა და ნუმიზმატიკას განიხილავენ. წიგნში გამოყენებული ეგრეთ წოდებული დამოწმებათა სისტემის ჩიკაგოს პრინციპები უნივერსალურია და ქართველი მკვლევარების უცხოეთის სამეცნიერო გამომცემლობებთან თანამშრომლობას უწყობს ხელს. კრებულის მეორე ტომის გამოცემა უახლოეს მომავალში იგეგმება და მასში დიდი ადგილი ქართული და უცხოური სამეცნიერო ნაშრომების მიმოხილვასა და რეცენზირებას დაეთმობა. ეს კრებული იმითაა მნიშვნელოვანი, რომ საკმაოდ საქართველოში ვინც მნიშვნელოვანი მეცნიერია მის ნაშრომებს იპოვეთ შიგნით დაბეჭდილს და ეს არის გაკეთებული მაღალმეცნიერულ დონეზე. და ყოველი ახალი მეცნიერული ნაშრომი საქართველოს ისტორიაში, კულტურაში, ხელოვნებათმცოდნეობაში და ასე შემდეგ, მეტყვი ჩვენი ქვეყნისთვის არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და ეს კვლევა მუდმივად უნდა გაგრძელდეს ჩვენი ისტორიისა და კულტურისა. ამ სათაურით ადრე გამოდიოდა დიდი ხნის წინათ კრებულები, მე შეცდა და ეს არის აღორძინება, გადახლება აი ამ კრებულის გამოცემისა. აქ არის პოლიტიკური ისტორია, აქ არის სამხედრო ისტორია, აქ არის რაც განსაკუთრებით საინტერესო იქნება საპატრიარქოსათვის წმინდა მიწა, ქართველების როლი ამ წმინდა მიწაზე.
ქართული კინოტერმინოლოგიის შემუშავების პროექტი უკვე მზადაა. გეგმის ციფრული ვერსიის პრეზენტაციას კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო მომასპინძლა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროექტი მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი კინემატოგრაფიული ტერმინების ჩამოყალიბებასა და მათი წიგნის სახით გამოცემას ითვალისწინებს. მეცნიერთა და კინოპროფესიონალთა ჯგუფმა პირველ ეტაპზე დასავლეთის კინოინდუსტრიის 10,000-მდე ტერმინი გამოიკვლია და დარგობრივი ლიტერატურა შეისწავლა. სპეციალისტებმა მოძიებული მასალა დაახარისხეს და თითოეული ტერმინის ქართულის შესატყვისი შეიმუშავეს. პრეზენტაციას კულტურის მინისტრ ნიკოლოზ რურუასთან ერთად კვლევაზე მომუშავე სარედაქციო ჯგუფი და პროექტის პარტნიორები ესწრებოდნენ. დიდი მადლობა ამ პროექტის ავტორებს, იმიტომ რომ ეს არის მართლაც ეროვნული საქმე, იმიტომ რომ პირველად ქართული კინოს 100 წლიან ისტორიაში იდება ქართული კინოტერმინოლოგიის ლექსიკონის სრულყოფილი რამდენიმე 1000 სიტყვიანი რაოდენობითა და მასშტაბით. ესეთი მასშტაბური პროექტი ამ მიმართულებით არ განხორციელებულა ძალიან მალე, თითქმის ყველა საერთაშორისო კინოტერმინი, რომლის ქართული ანალოგის მოპოვება ყოველთვის იწოდა ხოლმე ეჭვს ან არ ვიცოდი ზუსტად როგორ გვეთარგმნა, იარსებებს პროფესიული სტანდარტის ფორმით, რაც მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია კინოსექტორის განვითარებისთვის. 8 თვის განმავლობაში ჩვენმა ჯგუფმა გამოიკვლია 10,000-მდე დასავლეთში დამკვიდრებული კინო, თანამედროვე კინო და ტელეტერმინი. შემდგომ მოხდა ამ ტერმინების შეჯერება და ახარისხება მიმართულებების მიხედვით, ასევე გავიხსენეთ ის ტერმინები, რომლებიც საქართველოში გამოიყენებოდა ქართულ კინოწარმოებაში და შევეცადეთ შეგვეჯერებინა ეს ტერმინები. ოსკაროსან ხმის რეჟისორ მარკ ბერგერთან დღეს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტების კიდევ ერთი შეხვედრა კინოსტუდიაში შედგა. სალექციო კურს სტუდენტები და დაინტერესებული პირები ხმის რეჟისურის სპეციალობაში გადიან. მარკ ბერგერი გახლავთ კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის პროფესორი. არის კინოაკადემიის 4 ჯილდოს მფლობელი ხმის ინოვაციური გამოყენებისათვის ფილმებში აპოკალიფსი დღეს, ამადეუსი, ინგლისელი პაციენტი და კარგი გუნდი. პროექტი, რომლის ფარგლებშიც მარკ ბერგერი საქართველოს ეწვია, კომპანია ქართული ფილმის ბაზაზე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დახმარებით განხორციელდა. საქართველოში გატარებული ეს პერიოდი მხოლოდ სტუდენტებისთვის კი არა, ჩემთვისაც ნაყოფიერი იყო. ჩვენ მთელი სალექციო კურსის განმავლობაში ვსაუბრობდით ხმის რეჟისურის სპეციფიკაზე, კინოხელოვნებაზე. ქართულ ფილმს ნამდვილად აქვს მომავალი. ამის თქმის საშუალებას სწორედ ეს ნიჭიერი სტუდენტები გვაძლევენ. როგორც პიროვნებიდან გამომდინარე, საინტერესო იყო ადამიანისთვის გაცნობა და ლექციებიც, რა თქმა უნდა, შთამბეჭ დავაჭერდა ხა კოპოლასთან ნამუშევარ ადამიანს, რომ მოусმინოდა. ჟურნალისტებმა, ექიმებმა და მეხანძრეებმა ერთი დღით საკუთარი პროფესია დაივიწყეს და დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოზე ნაფიცი მსაჯულების ამპლუაში წარდგნენ. იმიტირებულ სასამართლო პროცესზე რეალურად მომხდარ დანაშაულს იხილავდნენ. იმიტირებული სასამართლო პროცესები მიზნად ისახავს სასამართლო სტრუქტურის მიმართ ნდობის ამაღლებას, მუშაობის ეფექტურობის გაზრდასა და დანაშაულის პრევენციას. მიზანი არის პირველ რიგში ამ ახალი საკანონმდებლო ცვლილების მაქსიმალური პოპულარიზაცია, თვითონ სასამართლოს ესე ვთქვათ, პოპულარიზაცია, საზოგადოების დადებითად განსხვავება ამ საკითხისადმი. აღსანიშნავი არის, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ფაქტიურად იმიტირებული სასამართლო პროცესში მონაწილეობის მისაღებად ნაფიც რაჯულების სახით მოწვეული არიან 3 უმნიშვნელოვანი სპეციალიზაციის მქონე ადამიანები, რომლებისთვისაც, რა თქმა უნდა, ძალიან ახლო არის ადამიანის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, პირად ღირსებაზე ზრუნვა. კანონით არ არის აკრძალული ჟურნალისტის მონაწილეობა, მაგრამ ალბათ ჟურნალისტებს ნაკლები შანსი ექნება. მხარეები არ აირჩევენ ჟურნალისტს იყოს ნაფიცი მსაჯული და ამდენად ესეთი შანსი მაინც იჩნდება, რომ გავხდე ნაფიცი მსაჯული, მივიღო მონაწილეობა და გავიგო რეალურად რამდენად ადვილია გადაწყვეტილების მიღება ადამიანის ბედზე. სოფელ მუხურაში ახალი საჯარო სკოლა აშენდა. ტყიბულის რაიონში მდებარე სასწავლო დაწესებულების ძველი შენობა 90-იან წლებში ხანძრისგან განადგურდა. შესაბამისად, სოფლის მოზარდებს სწავლა მაღაზიის შენობაში უწევდათ. ახალი სკოლა 100 მოსწავლეზეა გათვლილი. სასწავლო დაწესებულება თანამედროვე მერხებითა და სასწავლო ინვენტარით აღიჭურვა. სკოლაში პროგრამა აინშტაინის ფარგლებში საბუნებისმეტყველო ლაბორატორიაც იფუნქციონირებს. სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება და ბავშვებისთვის სასკოლო პროცესის წარმართვა და
ყველანაირი პირობის შექმნა მათი კარგი სწავლებისთვის არის ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი თემა და არ აქვს მნიშვნელობა სად მდებარეობს ეს სკოლა, ეს იქნება ყველაზე ცენტრალურ რეგიონში და ყველაზე ცენტრალურ გზაზე თუ ეს იქნება ძალიან მაღალმთიან რეგიონში, სადაც პრაქტიკულად არის პერიოდები, როდესაც მისვლაც კი შეუძლებელია. ამას არ აქვს არავითარი მნიშვნელობა, მთავარია ბავშვებს ჰქონდეთ სწავლების საშუალება.